ფინანსთა მინისტრი ორთვიანი მუშაობის შედეგს აჯამებს და 2013 წლის ბიუჯეტში გაწერილ პრიორიტეტებზე საუბრობს. ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და გარემოს დაცვის სფეროებში გაცილებით მეტი ფინანსები ჩაიდო, ვიდრე ეს წინა წლის ბიუჯეტში იყო გათვლილი. მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ნოდარ ხადურმა საგადასახადო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემცირდა ჯარიმების ოდენობა და ყადაღის დადების წესი. რეალურად გახდა ხალხზე ზრუნვის ბიუჯეტი, შეიცვალა პრიორიტეტები და ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა გახდა ის პრიორიტეტები, რომლებზეც ახალი მთავრობა ზრუნავს. ჯარიმები შემცირდა, 500 ლარიდან 200 ლარზე ჩამოვიდა ეს სალარო აპარატების ჯარიმა და გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცა, რომ პირველ ჯერზე გააფრთხილოს და გაფრთხილებით შემოიფარგლოს. 1 იანვრიდან ყადაღა არ დაედება, ანუ ინკასო არ დაედება პენსიებს და ასევე შემოსავალს საარსებო მინიმუმის ქვემოთ.